ისე იმ შენი ძმაკაცის საქციელი არ მომწონს. ვაი, დღეს დავინახე, რომ ჩემი ხათუნა და შენი ლაშა ერთად დასერინობდნენ მინდორში. ეს ნახე. ის გიას თაგვია? ხო და ამ ფეხსაცმელში იდო ნაფტალინი. ხო და იმ თაგმა შეჭამა და მოკვდა. ჩემი თაგვი გარდაიცვალა? აი ნახე რა გამოფიგზავნა ლევანმა. დღეიდან რეზიკოს ხავს მეზობელი ლუბა. გუშინ არაჩვეულებრივი ღამე გავატარე. ნუ ახლა ლაშა, ჩემი სტუდენტობის მეგობარი, თეონა, ჩემი მეუღლე. არ ვიცოდი რა. ой, ეს ელენეს ხარ არის. ანუ ნუსია. რა? ვაიმე, აი თურმე რატომ შეიცვალა ნუნუ დაიდა და რატომ გახდა ესეთი კეთილი? ია. აი გეუბნები. შენს გამო ხმას არ ამოვიღე. გენაცვალეთ, არა. და აი ჩემი ხათუნას გამო. მაგრამ აი ლაშას. არა, ნერვს მოყვები ხა, თორე იმ ლაშას ისედაც ხო, კარგი. ახლა წასასვლელი ვარ, ხომ იცი საღამოს სოფელში უნდა იყო. ხო, გენაცვალე. ხო და რა არის იცი? მე კი დავივიწყებ ამ წენას, მაგრამ ეს ლაშა თუ ვიღაცა, აი სადმე რო შევხვდეს, მაგას თორე ნერვს მოყვები დამეჯერა, ხო, მეზობლობაში ხა, ახლობლობაში არ გენდა. არა, ბიჭო, იმის თავიც არა აქვს, რომ კაცურად შემხვდეს. თავი აქვს, ჭიპი აღარ აქვს, თორე. ო, კარგი წავედი. აბა, მარინა, ბექა. კარგად. კეტარიო, კარგი. ახონდე. კეთილი მგზავრობა. მეკუნა დედა. კარგი რა დედა რა ტარიელზე რაღა საჭიროა. ახანეს მოვიშორე, აღარაფერს ავარჩევი. ეკი მოიშორე, მაგრამ მე ვერ მომიშორე. რა? ზუსტად ერთი კვირის წინ დამპირდი შაბათ სადმე წაგიყვანო. კი არ მითხრე ხა დაგავიწყდა. ეგ ხო, მაგრამ სად უნდა წავიდეთ ეგ ვიცით? თუ ჯერ არა. არ გვითხოვს, თქვით რომ სადმე წავიდეთ, სადაც გინდა. გინდა ბალეტზე, თეატრში, ოპერაში. აბა სადაც გინდაო? დია. კარგი რა. აი ვიცი რომ თეატრი არ გიყვარს და ძალიან საინტერესო ექსპერიმენტული ბალეტია ჩამოსული და წავიდეთ რა. ექსპერიმენტული ბალეტი? გაგიზდი მარინა, ხო იცი რომ ჭკუა მეკეტება თეატრზე. ერთი დიდი ბოდიში რა რო გეჭრებით საუბარში, მაგრამ მომბეზრდა უკვე ყოველდღე ერთი და იგივეს მოსმენა. ეხლა უცბად გეტყვით რაც მოხდება და მე შეიძლება აღარც მოგიხდეთ ამ ლაპარაკის გაგრძელება. მოკლედ, ეხლა მამა იტყვის რომ სამსახურში აქვს ბევრი საქმე და ვერ წამოვა. მე დედა შენ ეტყვი რომ სულ აღარ ფიქრობს ოჯახზე. მართლა ბევრი საქმე აქვს ამ სამსახურში და რა ვქნა ეხლა მითხარი? არა გია, საერთოდ აღარ ფიქრობ ოჯახზე. მაინც დაიწყეს. არა რა არის რა ამ შენი სამსახურის გამო მეც აღარ მაქცევ ყურადღებას. ანდრა მაცვი ანთმა როგორ ამაქვს საერთოდ აღარ გაინტერესებს. ესეც გასულა დღეს დილით რომ რაღაცა გეცვა თმაც რანერთა გაგცმა. არა კარგი ხო ნუ უწრისა ძალიან კარგად გამოიყურები თმაც ძალიან კარგად უთხარი დედა შეესო თმა კარგად აქვს. დედა ნუ მიაქცევ მამას ყურადღებას ძალიან კარგად გამოიყურები და თმაც ძალიან კარგად გავუსწრები. მამა შენს უთხარი მაგეების კარნახი ჩემი მოგონილია და თავის თავს მიხედოს ურჩევნია. ჩადი და არაჟანი ამომიტანე მაღაზიიდან.
აუ, კაი რა დედა რა. სხვა საჭმელი რომ მოამზადო. მეზარება. გამოგიჟებს ეს ბავშვი რა. აი გამოგია როგორ დაგებსგავს შენ რა. კიდე კაი სალომე სულ ჩემსკენ არის. მთელი დღე ბუზღუნი, მთელი დღე არაფრის კეთება, წუწუნი, კარგი და არ გცხვენია. გია, უთხარი შენც რამე. ო, ბეკა, მამა. ნუ ახლა ტელევიზორში სპორტი მომაწოდე რა. პატა გაიღვიძე? ხო გავიღვიძეთ ეკლა ხო იმ ხელა ხმაზე ურევდა შაქარს თუ რა ვიცი რა რა ასაკით რა შვები მარტო ხარ თუ რა ხდება არა ელენია ზემოთ ტელეფონზე ლაპარაკობს აუ ილიასე ლაპარაკება ისევ ხო პატა რა უცნაურ კითხვებსო ო მართალი ხარ ხო მომისმინე რა უნდა გითხრეთ მიდი ერთი ის პარალელური ტელეფონი აიღე და მოусმინოთ რაზე ლაპარაკობენ არ გინდა მაგარი იქნება მიდი კარგი პატა გაგიჟდი როგორ შეიძლება სხვისი ლაპარაკის მოსვენა კარგი რა რა ვქნათო? ფუ თეკლა გათიშე გეხოთი. ეგეთი რაღაც თუ არსებობდა არ მეგონა. არც. შენ წარმოიდგინე არც მე არ მეგონა მართლა თუ არსებობდა ეგეთი რაღაცა. ფუ ელენე ნახე რა. ელენე რა შვები ისე წერამ სიმღერებს თუ რას ასაკეთებ კი პატა წერ იმისთვის სიმღერისთვის ბგერებს ვეძებდი ესე ყოველთვის ხო და ახალი სიმღერა დავწერე მოძრაობის წესებზე აგინდა გიმღერო აუ თეკლა გეხოცები არ მოგბეს და ეს სამაკორდიანი სიმღერების წერა კარგი რა არ მინდა რა სამაკორდიანია პატა მთელი რუსული ესტრადა მაგრამ კი გაიქეცი აგუჭინის კონცერტზე კარგი ხა რაც არიცი შენ და გაჩერდი ხა ისე სოფი რა შეება სად დაიკარგა მართლა კიდე ხდება იმედაც ინტელექტუალ ბიც თუ ვიღაცა კი ხდება იყო დღეს მოსული და ისეთი რეული ხომ არ გაქვთ უკან გამრავლების ტაბულა რომ აწერია რა კიდე გამოდის ეგეთი რეულები რითორი სალამ ხახმა ის გამრავლების ტაბულა მაგარი კრიტერია ტელეფონი გირეკას ერთი ნახიაბა ალო ხო მამა ელენესთან ვარ რითი დაგიმტკიცებ და მე ახლა მოვალ აივანთან. შენ გამოძერი მაგ მანქანის უკან და დამინახავ. კარგი, ეს მთელი გზა უკან მომყვებოდა, გამაგიჟებს ეს კაცი რა. გაგიჟებული არ ხარ აბა რა ხარ. ას გაგიჟებს. ნიკა მოხვედი? ბავშვი. ბავშვი კაი რომ მოხვედი გამიხარდა მიდი ერთი გეხოცები კარაქენი პურები გამიზადე მიდი წავიდა კარაქენი პურები მიდი ბავშვი მიდი ნიკა გამოიხედე რა გჭირს თვალზე ნიკა ჩაუჯებულია ნიკა რა არის მაიგში ნიკა იჩქურე რა იყო ბავშვი მოხვდა ყბაში ჰა? ატა მაგისტროა ხო? კარგი თეკლა ხო კარგი რა იყო ეხა ბავშვია და იჩხუბა. მე რომ ბავშვი ვიყავ იცი რამდენ ჩხუბობდი? ჩხუბობდი რომ უბრალოდ ცემდნენ ხოლმე. რა მეტყობა ეხლა რამე მე თუ რა ვერ გავიზარდე? ესე თუ შეატყო შენ რეზიკო ერთხელასაც მიკარები ამ ლუბას. რეაქციის ენერი ქართული ჩიტი ხარ ახლა შენ ამის მე. ისე რაღაცა დასუსტებული მეჩვენებოდა. აი მე მამათან მეეს. დასუსტებული იქნება მამა, აბარა ლუბა ყავს ახლა მაგას და. ისე ეს ლუბა ახლა რა შევა? მაგრამ ჩიკჩიკებს თუ ჩიკჩიკებს. არა, შენ შეამჩნიე ხო რაღაცა მოწყენილი რო არის? მაწყენი. მეკუნა. დედიკო ხანდახან დაელაპარაკე ხოლმე რა, რაღაცები უთხარი. კარგი რა დედა, წეგან ტარიელზე ახლა ჩიძე მაინც ნუ მეუბნები მაგას.
შენ ხომ გინდა სადღაც წასვლა რა? ლუბა კიდე მოწყენილი ხო არის? ხო და აიღე ეს ლუბა და წაიყვანე ცხეთაში. ჯვარზე აიყვანე, სალობიაში გაიარე. გულს მიგურე, ხო, სტომარია, სიცხვილია, რაღაცა. შენ თეატრში წასვლა არ გინდა და ნუ აბრალებ იმას ლუბას და თაგვს და სამსახურს კიდე. დედა, ისე რესტორანში რო წაიყვანო, იქ ხომ მაინც უყვარს. ხო, ჩახდედიკო. გია მომისმინე. თუმცა ალბათ არც ერთ რესტორანში არ შეგიშვებენ, იმიტომ რომ სადაც მიხვედი, ყველგან საჭმელი დაიწუნე დედა. მართალია, ხო, მართალია. შენ გირჩევნია ჩახვიდე და არაჟანი ამომიტანო. ესეც მართალია. კარგი რა, მაინც არ მაცადეს რა. დღევანდელ ჰოროსკოპს მაინც წავიგე. მერწყული. დღევანდელი დღე ჩავლის ზუსტად ისე, როგორც სასტუმრებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სასტუმრის ჰოროსკოპი. მე ჰოროსკოპი რა. კარგი, წავედი. დადი, არ შეგცივდეს სიცოდე. აი ახლა გადავხედა და ქურთუკი შეკრული რო არ ქონდეს გავგიჟდებიც. აი. დედა, ეხლა არ გადმოიხედო და არ დაიწყო ყვირილი ქურთუკი შეიკარიო, თორე გავგიჟდები იცი. კლასელმა მითხრა მათემატიკა გადამაწერინეო. ხო და არ გადააწერინე, ხო? არა, პირიქით გადავაწერინე და 6-იანი მიიღო. უყურე შეუყურე მაგ პატარა ლაც გინდა წამოვიდე და ცხვირპილი დაუნგრიო მაგ პატარა ლაცი რაც ვიღაცა, ჰა? ხო შენ ხელაა ისე. ოდა მით უმეტეს წამოყვე იმაში. ძალიან გტკივა. ისე რა. მომისმინე ბავშვ, შენს დაარტყი? მუშტი მოუქნიე, მაგრამ აიცილა, მეორეს მოხდა და იმანაც ვცემი. რა უნდა გითხო ესე? შენ კლასში გოგოებს ხო ერევი? კი, თითქმის ყველას. ხო და მე გოგოებს ეჩხუბე რას მივარდი ამ ბიჭებს რა? მაგარი ტიპია ეს. ბავშვი, მომისმინე, მოდი ეხლა მე უნდა გასწავლო მაგარი რაღაცა. მოდი. გაანები არ უნდა მერე იმას იზავდეს. მოკლედ ესე იგი, თუ შეატყობ რომ ვიღაცას ვერ ერევი, ხო? ხრიკს უნდა მიმართო. რა ხრიკს? აი, რა ხრიკს და რა უნდა ქნა, იცი ეხლა უნდა მოატყო, სადმე უნდა გაახედო და მე წამოარტყო. გაიგე? ხო. გაიმახსო. ბავშვი, ვაი მე ეს რა არის შენს უკარადებს? სპილო? ახალი აიპოდი გაქვს? ვა, ეს 50 ლარიანი მისია. აბა! ესე? კი, ეგრე. აი ეგრე ზუსტად, ყოჩა ხო. მე ჩხუბება დედა ჩემი. არ გეჩხუბება ხო და როგორც გასწავლე, გაახედე შემოარტყი. მოიცა პატა, კარგი რა ნიკა ნუ გეშინია მე დაველაპარაკები ელენეს და არაფერს არ გეტყვის. კარგი. გამარჯობა ყველას, ნიკადე მოხვედი სკოლიდან? კი. თვალზე რა გჭირს? არაფერი ელენე, არაფერი არ ჭირს, უბრალოდ იჩხუბა და თვალი აქვს ჩალურჯებული. არა, მართალია ჩალურჯებამ შეიძლება ბევრმა ჩალურჯებამ ქსოვილის სიკვდილი გამოიწვიოს, მე აღლაბება შეიძლება განგრენა გამოიწვიოს, განგრენამ კი შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს, მაგრამ მაინც ბიჭია და რა იცი კიდე რამდენჯერ დააურჯებენ. კარგი თეკლა, ნუ აზვიადებ. დედა, მართლა ნაცემიო. აჰა, მართლა იჩხუბე ნიკა? ელენე, გეხვეწ გაანები რა ეხა მაგ ბავშვს თავი რა ჯერ ესეთი მაგას არ უჩხუბე უბრალოდ ხვდება ცემეს. წამოდი, არ ცხენია ნიკადე, როგორ შეიძლება ჩხუბი? არა, მართლა ეხა საცემი არ ხარ? საცემი კი არა, ნაცემია უკვე. ვისე ჩხუბე? ლომიძეს. და რას ერჩოდი? რას ვერ ჩოდი და საკონტროლო გადავაწერინე ცუდად და ჩვენ კლასელ გოგოზე თქვა დიდი თავი აქვსო. რომელზე? აი თეაროა დიდ თავა. აი ნიკადე, ყოველდღე თაფს რო ჭამდა ვერავინ ვერ გცემდა. ყოველდღე თაფლის ჭამას მირჩევნია, ყოველდღე მცემო. შენ მომისმენ, ხო მათემატიკა გააქვს? კი. ხო და წაიღე წიგნი. ამაზე სქელი წიგნი შენ მაინც არ გაქვს.
ხოდა საკონტროლო წერას რომ დაიწყებ მიეპარე თავში ჩაარტყე. აი ეგრე უნდა გაუკეთო მაგას. მართლა გეუბნები. დაგიჟდი პატარებს ასწავლი ბავშვი. ნიკადე ჩხუბი არ შეიძლება. ცივილიზებულად დაელაპარაკე. აუხსენ და ჩხუბის გარეშე მოაგვარე ყველანაირი პრობლემა. თეკლა გამომართვი, წავალ მელომიძის მშობელთან დაველაპარაკები, რომ მეორეჯერ ესეთი რამ აღარ მოხდეს. არ ვიცი ბავშვი, გეუბნები შენ მაინც კონსოლ ახალ არაფრის თავი არ აქვს. ხოდა. წაიღე ეს წიგნი იქნება რამეში გამოგაგდე. შაერდი ჩანთაში, მიდი აბა შენ. ხოგია, ხო. რა, ტარიელია ჩამოსული ხათუნას мама? მე რაო რა? ელაპარაკე შენ, ხო. მოიცადე, ესე იგი აქ არის? წავიდა უკვე? ხო, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მე არ უნდა მითხარო წავიდა კაცო, ხო? ხო, კარგი, ხო, კარგი გია, კარგი, ხო. ჭიპი კი არა ის კაცო გამანებე. რას დამყვები შენ კიდე? რას დამყვები? გიას ველაპარაკე, ხათუნას мама ტარიელი არის ჩამოსულიო და იმ ამბებზე ველაპარაკე. გია? მე ია გავიგე. მაშინ ამის სიჩს არ მიწერ დიანას. ისე ჩემი აზრით ის გოგო უნდა მოგეყვანა ცოლად ხათუნა. რატო უნდა მომეყვანა? რა ვიცი, შეიძლება ცხოვრებაში მეექვსე შანსი აღარ მოგეცეს. შეიძლება გავიცინო? გაიცინე ხო მომეწონე რაღაცა კარგად. არა ისე ვერ მოვიყვანდი, ლადო ახლა რანაირად მოვიყვანდი, მე არ შემეფერება ახლა ეს გოგო. რატო ლამაზი იყო? შეიძლება გავიცინო. არ არის ეგ სასაცილო. აი ესე ახლა ის მეექვსე შანსი მომეწონა, არ იყო ცოდი, მაგრამ ახლა ეგ არაფერ შუაში არ იყო საერთოდ. მაშინ ეს თუ არ იყო სასაცილო, გიორგი რომ შემოვა ის იქნება სასაცილო. ჯაფარ როგორ ახარ? გამიხარდა შენი ნახვა ძალიან. კარგად ლაშა შენ? რა ვიცი, კარგად ვარ, კარგად. ხო, არ ამიშავს, ნელა, მე კარგად ვარ. ჯერ კარგად არის. ლაშა, შენთან დასალაპარაკებლად მოვედი. ცოტა ხანს შეიძლება? კი, შეიძლება, ხო. მე გავალ. ხო, შორს არ წახვიდე მაინც, რა ვიცი. შორს არ წახვიდე, სად მიდიხარ? შორს არ ჩემ ცოლზე მინდა გელაპარაკო. ვილაპარაკოთ. ლაშა, ჩემი მეგობარი ხარ და პირდაპირ გეტყვი. მე მგონი ჩემი ცოლი მღალატობს. აუ. და ვისთან ღალატობს, არიცი? არა. რა კარგია. რა, კარგი რა. ისა კარგია რომ არიცი ვისთან ღალატობს, იმიტომ რომ რო იცოდე ვისთანაც ღალატობს, უფრო ინერვიულებდი და მიჯერე. ხო, რა ვიცი, მაგრამ რომ გავიგებ ვისთან ღალატობს, ყველა ძვალს დაუმტვრებს ათითავთ. სულ ყველა ძვალს? კი. ლაშა, რა მინდა გთხოვო? ხო. ხო იცი, ჩემი ცოლი აქვე მუშაობს შენი აფთიაქის გვერდით და ვიცი, კი ვიცი. ხო, ყურადღება მიაქცი. ვაქცევ კაცო, მივაქცევ ყურადღებას, აუცილებლად. არა, იმას არ გეუნები უთვალთვალეთ უბრალოდ. თუ რაიმე საეჭვოში ამშნიე, მითხარი. კი. ხო იცი, შენი იმედი მაქვს არა? რა ვიცი. კარგად, მამო. არ წასულ ხართ კიდე? ისე დედა, ამდენს რო იპრანჭები, თქვენ უნდა უყუროთ მსახიობებს თუ მსახიობებმა უნდა გიყუროთ თქვენ? ისე დაგინებეთ რომ მართავს გეუბნება ხა ეს ბიჭი. ხო იცი 9 საათზე იწყება საინფორმაციო და სახში უნდა ვიყო. როგორ იქნები 9 საათზე? სახში 9:30-ზე იწყება სპექტაკლი.
900 რომ დააგდება 15 წუთი დედაშენს დაურეკავ და ერთგვი რომ ხელი დაეწვი ვითომ. მორჩა დათავა. დავედით. დავედით. ვაი მეწელი, ვაი. ადექი წამ. წავედი შვილო თეატრში და თუ ვერ დაბრუნდი შენ უნდა მიხედო ოჯახს, ხო იცი? დედიკო მომისმინე, ესე იგი ტოლმა ქვაფშია მაგიდაზედებს. წვნიანი ქვაფშია ისიც მაგიდაზედებს ტოლმის გვერდით. ვაჟი არის მაცივარში, ჩახოხბილის გვერდით. ყოველი შემთხვევისთვის სოსისიც მოგიხარშე. და ნუ ბოლოს და ბოლოს თუ მოგინდება კვერცხით შეიწვი. გაიდები? ისა დედა ამ ბოლო დროს რა უყურადღებო გახდი რა? რატო დედა? ასე ცოტა საჭმელი არასდროს დაგიტოვებია დედა ჩემთვის. რა ვქნა, ვერ მოვასწარი. აი, წავედი და თავს მიხედე იცოდე. მოიცა. ალო, დედა სად ხართ? ხო კარგად ხართ? ლიფტში ხართ ჯერ? ხო, კარგი, რო ჩახვალთ დაგირეკავთ კიდე, კარგი. ეხლა ნახავ შენ როგორია ყოველ წუთში რომ მირეკავ. ალო, დედა. სად ხართ? ხო, დედა, იცოდე გარეთ რო გახვალ, კაშნე კარგად მოიხვია, არ გაცინო. დედა. გაგებით ვერ გავიგე, მაგრამ სახის გამომეტყოლებაზე გეტყობათ, რომ ცოლი ღალატობს და ფიზიკურად გეტყობათ, რომ ჯერ არც ის ვისთან ღალატობს. რაიგე რა მითხრა, კარგად ძმაო. მე კიდე არა და რა ჩემი ბრალი, არ ვიცოდი რა, ნამდვილად არ ვიცოდი რა. ესე ვარ კაცო შარიდან შარებში, შარებიდან შარებში გადავდივარ, გადმოვდივარ. აღარ ვიცი რა ვქნა რა. მის ხდება თავი, მართლა 3 დღე კაცო მის ხდება თავი, არ ვიცი რა გავაკეთო, აღარ ვიცი რა. რა აი მის ხდება თავი, მის ხდება რა. რა ვქნა არ ვიცი. აი რა არის ეს? დარიშხანი. აი ხუმრობის დრო მაგ და თავი მაგ ხუმრობის. ხუმრობის დრო არის ახლა, ჰა? არ ვიცი რა ბიჭო, არ ვიცი რა ვქნა რა, ლადო აღარ ვიცი რა. მის ყდება ეს თავი, აი რაღაცა უნდა მოვიფიქრო, მაგრამ რა მოვიფიქრო არ ვიცი. არ ვიცი რა. ეს 3 დღეა, აი თავი მაგ გახეთქვაზე რა. რაღაცა ეს თვალებიც მტკივა რა, წნება თუ რა არის არ ვიცი. ბატონო ლაშა, შეიძლება გეხმუროთ. შენ კიდე დამტანჯე, მიდი მეხუმრე ჰა, მიდი. თვალები რატო გტკივათ? ჭიპლიბო ხომ არა მოგდის? შეიძლება გავიცინო. შეიძლება შემოგცხო? ბოდიშით? ძალიან მტკივა ეს თავი რა, რა ვქნა აღარ ვიცი. ეს თავის ტკივილის წამალი დალიეთ. რა არის? ამას კი დავლევ ახლა მე, მაგრამ მოვიფიქრე. იცი რას ვისაო? ავდგები და ამ გიორგის მივწერ წერილს და ისი ავუხსნი ყველაფერს. თან ისი ავუხსნი რომ ვერ მიხვდეს რომ მე ვარ, თან იფიქროს ჩემზე. არა წერილი არ გამოვა. მივალ და პირდაპირ ვეთქვი ყველაფერს. არა პირდაპირ, რას ვეთქვი? კარგად ავარ მე. არა, SMS მივწერ. SMS-ი რომ მივწერო ახლა, აი შეწარა ახლა წარმოიდგინე SM არ გამოვა. წერილს მივწერ, ჰა? არა სიტყვი ხ წერილი რომ მივწერ, ჰა? და კაცო შე რა ჩაფიქრებული? არ გისმენდით. არ მისმენდი? არა. ეხლა რომ წამოვა ეს ციტრამონი ეხლა კარგი დედა, დაგირეკავთ მე, კარგი. ვა, ორო, პეკუშ, რა შვენი?
ეს რა არის? ბიჭო ეს დედა შენი შემხდა სადარბაზოსთან და რაღაც საჭმელები გამომატა. მოიცა, დედა ჩემი წავიდა 9 საათის წინ და შენ სად იყავი აქამდე? ბიჭო ის გამეჩითა ის აი თქვენ მეზობელი როა, რამ სუქანი ხალი როა და რო გაიგო აქ მოდიოდი ერთი 10 წუთი მე მოვცა, მე 1-20 წუთი თქვენ ოჯახს მოვცა. უი ბიჭო ის დამავიწყდა მამა შენისთვის მიმეს ამძიმრებინა რა ის თაგვის ამბავი და მე მოუბოდი შე რა რა მაგარი კაცია ისე მაგრამ მე ვასება მამაშა ბიჭო ის მე ვასება მაგრამ ის მისმები რო იცის ხო იცი რა მისმები აი რაღაცას რო ეტყვიდა რომ მოგასვლავს ხოლმე რა ბეკუშ შენები მალე მოვლე რა ვიცი დიდი სპექტაკლია და 1-3 საათი არ მგონია რომ მოვიდნენ. ვა, სწორებს მაგრა. ანუ სახლის არიელია, ხო? ხო. ბიჭო, ერთი გოგო რო ამოვიყვანო, მოსულა? რა ვიცი, კი, მოსულა, მაგრამ შიერი თუ იქნება უკეთესია. შედა ჩემ ამბენ საჭმელი დამიტოვა რომ ჩვენ ვერ მოვერევით. ბიჭო, კაი, მაშინ მე გავარდები ხა. ფულს ვიჩალიჩებ რა, ნაშის პონჩი. ხო და 15 წუთში მოვა. რა, დავაი, მიდი ბეკუში, დავაი. ბიჭო, ცოტა შეიძლება დამაგვიანდეს რა. ის გამეჩითა ის სუქანი და მლოცავს რა. ნეტა მოვიდეს რა. ნეტა მოვიდეს რა, ნეტა გადარჩეს. რა ხდება ლადო? კლიენტს შემთხვევით სხვა წამალი გავატანე. წნევის დამწევის მაგირად პირიქით ამწევი გავატანე. მეშინი არ დალიოს. ახ რა მომისმინე ლადო მე დავწერე თითქმის დავწერე ეს გიორგისთვის მისაცემი წერილი და აი ნახოთ რა Yes! აი მოვიდა გადარჩა ტარიელი ეს ტარიელი? კი თქვენი სიმამრე? მაგის დრო არ ამაქვს რა ესა ლადო ჩაი ვარ ასე ჰა ცოტა ჩაიწიეთ ჭიპი გიჩანთ აუ გამარჯობთ გამარჯობა წეგან ვიყავი თქვენთან წნევის წამალი წავიღები დავლი ეკიდეს მაგრამ არ მიშველა რაღაც იმის მაგივრად რომ დაეწია ამიწია რამე ძლიერი ხო რა გაქვთ დიახ ეხლა მოგერთმოთ რა ვიცი რა დამემართა მთელი ცხოვრება წამალი არ დამილევია მით უმეტეს წნევის და იმუნამოსოს ბრალია ყველაფერი რა თუ შემხვდა შემომაკვდება აი ხო აი ხეთ კარგია ეს არის წნევის დამამშვიდებელიც მიეცი ვინიყო მე ვიყავი დამამშვიდებელი ხომ არ გჭირდებათ თქო არა დამამშვიდებელი არა ისედაც დაწნარებული ვარ და არ მინდა დამამშვიდებელი მიეცი მეთქი არ მინდა მეთქი არა აი ხეთ არ მინდა არა რით ვერ გაიგი არ მინდა ისე რა წყნარად ვარ არ მინდა როგორ არ გინდათ აი ნერვები გაქვთ აშლილი ხო კარგი მადლობა შენ ისე კაი ბიჭი ხარ და სოლი ყავს მე გოგო მყავს გასათხოვარი არა მყავს სოლი და ეხა დამოვიწყდა ახალი მოყვანილი მყავს და კარგი წავედი მე მას წავიღებ ერთ წელს ხო ეს დარჩით ცოტა ხანი ამოდი წავიდა რა დარჩის და ეხა მართლა წავიდა აბა რა დარჩი წავედი არა წავიდა ეხა მართლა ეხა მართლა წავიდა ამ წავიდა ეხა მართლა გავაკეთე წავიდა
წავიდა. ვითოდი რომ წავიდა ისე გირყავდი. ისეთი არ არის როგორც თქვენ გეკადრებათ, მაგრამ როგორი შევძელი, ისეთი გამოვაცხება. დიდი მადლობა ნუნუ დევიდა. აი მე პატა როგორ მინდა ხოლმე შენს რაღაც ჩემო გაწოდოდა, მაგრამ სახლი რომ არა გაქვს. ამაზე კიდე ცალკე ნერვიულობთ ეკლა. პატა, ჩამოდი ხოლმე, ხო იცი რომ სახლში ვარ მარტო და თუ ჩემთან დარჩენა არ გინდა, გაჭმევ რაღაცას, გამოგატანთან და ისე გამოგიშვებ, მაგრამ რო დარჩე უკეთესი იქნება, მე დაიმზარს გაგვართობ ხოლმე. თეკლა მე მგონი ეს მეპრანჭება. ბატონო, შეიძლება რაღაც რო გითხოთ? გითხე. რა არის იცით ეხლა რაღაცა ეს კეთილი რო გახდით. უცბად, რატომღაც უცბად რა, ხო ხვდებით? ო, ცოტა არ გიხდება, ცოტა არაბუნებრივია, ვერ ხვდებით? არა, მაინც ისე გეუბნებით ეხლა. აი წარმოიდგინეთ ეხლა რომ უცბად მე ავდგე და პაატა ფერაძე, რატომღაც გავხდი არასერიოზული კაცი. აი გეუბნები, წარმოიდგინე მე პაატა ფერაძე ეხლა რომ ავდგე და გავხდი არასერიოზული კაცი. ჰა? კარგი რა ქალბატონო რა. კარგი რა. ვა რა არის მომენტარია. მე არ მინდა ვთქვა, მაგრამ ეს ვერ არის რა, აი ნამდვილად ვერ არის, ხო გამომთქვა რა. ხმერთო პაპატი, ხმერთო. ნიკა, თვარი თუ გტკივა მითხარი და ყინულს დაგადე. არა. ყინულს რას დაადებ, ისეთი ნაბეგვია საკინულეს შევსვათ ეგრევე ჯობია. რას ყინულს დაადებ. მე ბაჩვენეშვილი რო ჩხუბის დროს კი არ შეიძლება რა ხელი შეუბრუნო შვილო, უნდა მეორე ლოყაც მიუშვირო. სანამ მეორე ლოყას მიუშვერდი, მანამდე დამარყვა თვითონ. მე მგონი ნუნუმაც დაიწყო ემზარისთან ერთად სმა და იმიტომ გახდა ესეთი. კი პატა. არ ვიცი, აბა რა ვიცი. აუ პატა. ბატონო. აი ამ გუნდს ვერ უგებ და რა ვქნა? რომეც, მოდი მიმიშვი, ბავშვი, მოდი აქ, რომეც ვერ უგებ, მომეცია. მომეცი. ამას უყურე ეხა პროფესიონალები როგორ თამაშობენ. წავიდა. ჰა! წავიდა. ჰოპა, ჰოპა, ეგარი, მივიდა. გოლ! აიგრე! გოლ! აიგრე! გოლ! წავიდა. ჰა! ბავშვი, მომისმე, მე რომელი ვარ აქ? წერილს დავამთავრე. აი ნახე, რა დავწერე. შენი ცოლი ვისთანაც ღალატობს, მუშაობს აფთიაქში. კეთილი ბიჭია. სიმპათიური. ცისფერთვალება. ძალით არ უნდოდა. ხო. სასვენი ნიშნები რატომ არ გიწერიეთ? სწრაფად რო წაიკითხოს და აზრი ბოლომდე ვერ გამოიტანოს. მომის მარა არ გამოვა. ჩემს ხელნაწერს იცნობს, კალიგრაფიას იცნობს. როგორ იცნობს? მთელი სტუდენტობა ჩემგან იწერდა და. რა უნდა ვქნა ახლა, რა შეიძლება რომ გავაკეთო? კაც რა დაცლარიანს ხარ დამხურდავთ? არ ვახურდავებ ამ 20 ლარიანებს. აღარ ვახურდავებ, არა. გაგიჟდები რა. არ ვახურდავებ ამ 20 ლარიანებს. მოვიფიქრე, იცი რა უნდა ვქნა ახლა ამას ამბე. და შენ გადაწერ ამ წერილს და მისკდება თავი რა, სადაა გაქის წამალი მომეცი. ამ წერილს შენ გადაწერ და ვერ მიხვდება შენს ნაწერს. კარგით, გადაწერით გადავწერ, მაგრამ ვინ უნდა გადასცეს? არა. არა, მე არ გადავწერ. არა, შანსი არ არის, არა. ლადო ღიმილი. კარგით, გადავცემ, მაგრამ ვეთქვი რომ ლაშამ გამომაგზავნა თქო. ღიმილი ბარტონო ლაშა?
საწავიღე ის ციტრამონი ხა მართლა რომ რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკოთ, მაგრამ ცოტა მიჭირს სამ თემაზე ლაპარაკი და მე თეკლა ჩემთან გერიდება, მითხარი შვილო, რა გინდა? ნუ დეიდა, თქვენი ამბავი გავიგე. რა ამბავი? რა და ფურცელი დაგივარდათ, ვიპოვე და ვიცი რატომაც შეიცვალეთ ესე უცებ. არ ვიცი რაზე ლაპარაკობ, თეკლა არ ვიცი. ნუ დეიდა, ყველაფერი ვიცი, აზრი არ აქვს. ჩვენ რატომ არ გვეუბნებოდით? აი მე შენახე ეს შვილო, აი მე ვეძებდი ამ ფურცელს. თეკლა ხომ არავისთვის გითქვია ჩემი ამბავი? არა, ნუ დეიდა, როგორ გეკადრება, თქვენ დაუკითხავთ როგორ ვეტყოდი ვინმეს. თან ელენე არ მისმენდა, ლაშას არ ეცალა, პაატასთვის თქმას კიდე აზრი არ ქონდა. და ემს არ მაიცის? კი იცის და იმის მერე დაანებას მას თავი. რა ვიცი, თუ რამით შემიძლია დაგეხმაროთ, მითხარით და თეკლა, ძალიან გთხოვ, არავის არ უთხრა და ეს იქნება შენი დახმარება, კარგი? კარგი. წავალ ახლა მე და ჩემმა ემზარმა კასეტას უნდა უყუროთ ქორწილზე ჩემი ბობის და ინდირასი. კარგი. აბა კარგად. კარგად. ნახვამდის. აუ არ მინდა რა თაფლი რა. შენ კი არა მე მინდა ნიკა ეხლა ძალები მჭირდება მე არა მაგას თუ გონია რომ შევარჩენ რა არის ეხლა ეს გიტარა თუ გონია რომ შევარჩენ მაგას რა მოხდა ელენე შენც გაგზუყნე რა მოხდა პაატა და მივედი ქალბატონთან ნიკას კლასელის დედასთან მინდოდა რომ დავლაპარაკებოდი ბავშვების ჩხუბზე ბოდიში მომეხადა შუა ლაპარაკში მწვდათ მე არა მე ვიფიქრე თმის მოწიწკუნა ეგრე არ უნდა მეთქი და რომ დავიწყე ტირილი სლივს გავჩერდი აი გამში დედა რა თქლა უნდა გაგვეშომა არა დედა თეკლაზეც მოერეოდე ის ისეთი კაჯია ხო მაგრამ ამას თმებზე მაინც არ შეეტყობა ელენე იცი ისე ზუსტად ესეთ ვარცხნილობაზე გიდგება ცოტა აჭირია ალო ორი სათხარ ამდენი ხანი კარგი რა რაც უნდა ეხლა სასმელის და შოკოლადის ყიდვა სამდენი ხანი ხო ამოდი მალე ჩემები არ მოვიდნენ რა ბექა პორხას უთხარი ჩუპა-ჩუპსი წამომიღოს პორხ ჩუპა-ჩუპსი წამომიღოს ხო ბოშმა დამაბარა და მე რო არ დამავიწყდეს მალე ამოვალ ბექა რამე საჭმელი არა გაქვს მაგრად მშია კი სოსისი გინდა ბანანი მაქვს არც ბანანი არ მაქვს და არ გვაქვს არაფერი ბოდიში კარგი არა უშავს აქ ეწევით არა სწორედაც იქცევით არც მე არ ვეწევი სახლში ეს სიგარეტის კვამლი თუ გაუჯდა კედლებს მე შანსი არა ვერ მოაშორებ ხო მართალი ხარ და არ ვეწევით თქო აქ არ ვეწევით აი აქეთ აივანი აუ პორხ სათხარ ამდენი ხანი რა ჩულო რატო არ მკითხო აბა დიდხნიანი სპექტაკლია არ მკითხო აი მე ბექუნა არ მკითხო რა
არა რა სამსახური აქვს მამაშენს ისეთი რომ ერთი დღე ვერ მოიცავდა ჩემთვის არა აი ესე შევედით თეატრში უცბად სამსახურიდან დაურეკეს სასწრაფოდ მოდიოდა ვეღარ შევედით სამაგერად აი ესე გამოფრანჭულმა უყურე როგორ გადმოასხეს უზარმაზარი ტრანსფორმატორიდან ზეთი წავა დავება ხელებს ალო პოროხ აღარ ამოხვიდე ჩემები მოვიდნენ არა რა ნაშას გიტეხავ მართლა მოვიდნენ პოროხ მომსმინე შენ ქვევით დაელოდე მე ახლა ამას გამოვაყარე კარგი ხო აი ნამდვილად არ მეგონა ასეთი გამემართლებდა რა აი ესე იგი აი უკვე თეატრის გათამიდებით ხო და წარმოიდგინე ხა ერთხარეს ჩვენ და მეორე მხარეს ეს 3 საათიანი ტანჯვა და მოწყენილობა ხო და აი ეს ის იყო უნდა შევსულიყავი და უცებ ისმის იმედო მეშველიანის სიმღერის ჰანგები ერთ პატარა სუფრაზე დიდი გზნობა იჭედება ну მერე ხო და დავხედე ტელეფონს და სამსახური და კიდე იტყვია რომ სასწავლები არ არსებობს ასლაპარაკობ ჩვილო და ვახშამს გაგიმზადებ რა და მე გამოვიწვია დედა мама ახლავე აგიხსნით ყველაფერს ნუ იმე დედა რა თმინდა ახსნა ნუს და თვალს რამეს გამოაპარებ ასეთი კარგი შეყვარებული თუ ყავდა რატომ არ მითხარ ვერონიკა მე ბექუნას ბოდიში ბეკას დედა ვარ მარინა ეს ბეკას ბოდიში ბექუნას მამა გია სამომშვიდობისა საღამომშვიდობისა მე მეგონა ბეკა გეტყოდათ ჩვენზე მე რა ფეხზე ვდგავართ ბეკა მიაცილე დივანთან ვერონიკა რა ბედი მაქვს რა იმაზე ცუდი რაღაც მოხდა ვიდრე უნდა მომხდარი ისე შენ ხოჭა ხო არ დაიბენ კარგი და პირველი შემთხვევა კი არ არის გია ცოტა უფროსი მეჩვენება გეჩვენება კი არა წეღარ შვილო რომ დაუძახე რაღაცა მომერიდა არა ხო ანდა დიდი შეხედულება აქვს ხო შეიძლება ხო ვერონიკა სწავლობთ მუშაობ ისეთი სამსახური მაქვს რაღაცებს მუშაობაშიც სწავლობ ძალიან კარგი და სად მუშაობთ ხანსად ამჟამად სასტუმროში ვარ მარინა მოდი ესეთ ხა ესა ნუ შეწუხე ადამიანი ხო უხერხულია აი მე გია ასეთი რძალი მინდა ბეკას მიხედავს ბეკას მე ასლაპარა აბარა ვერონიკა ვახშამზე ხომ არ დარჩებით რა ვიცი 1 საათი უკვე აქ ვარ და ბეკა როგორც იტყვის დამატეთ არა ეჩქარება ვერონიკას მე იყოს გვინოს და ვახშამს ერთი წუთით უსაჩუქროთ ვერ გაგიშვი არა დედა რა საჩუქარი მოიმე მამა უთხარი რა არ არის საჭირო რა მე არ ვუხე არის უ დედა შენს გაიცა და ხარ მოიცადე მარინა ბეკა ასეთი კარგი მშობლები თუ გყავდა რატო არ მითხარი ისე თუ გინდა მართლა გამოყვები ცოლად კარგი ჩადი ხო პოროხა ქვევით გელოდება გამარჯობა ბეკა გია სახშია სტუმრები ყავთ უკვე ლაშა როგორ ხარ ვერონიკა მოიცა ამას აქ რა უნდა მოიცა შენ საიდან იცნობ ისა მე ხლა მეგობრებთან ვიყავი ვსვავდით და ვერონიკაც იქ იყო და აიტეხა და ეხლა მე არ მინდოდა მე ხო არა რა ვიცი არ გეტყობოდა ნუ ახლა თავიდან თორე მე
რა მოხდა გია დედამ შვილის შეყვარებულ საჩუქარი რო აჩუქოს რა მოხდა არაფერი სხვა დროს იყოს ოღონდ გამიგე სხვა დროს მაგრამ მე მოიცა ესენიც აქ არიან ყოჩახ თქვენ ძმაო რა ლაშა გამარჯობა შემოდი რა აიღო გაიცანი უკვე ვერონიკა არა მაშინ გაიცანი ეს არის ვერონიკა ბექას შეყვარებული კარგით რა ხალხო რა კარგით რა მართლა ამ ჭეპის მოჭას ჯობდა გამანები ეთუსაც ჩარიტა რა დაემართა ეთქობა მოშივდა ხო იცი როგორ ემოციური ხდება ხოლმე ასეთ მდგომარეობაში ხო კაი მადლობა მასპინძლობისთვის მეწავალ ბეკა ნუ გამაცილე ახონდეს აი მე ბეკონა მე მომეწონა კარგი მარინა გვაჭამერა მე რა მოიცადე დიანას უნდა დაურეკო რა გაჭამო ეკა მან დაჭიქი მამა მინდოდა მე თქვა თქვენ დაჭი რაღაცა უნდა გითხრა ეხლა შეყვარებული და საცოლე კი კარგია მაგრამ სხვა დროს სასტუმროში წაიყვანე ხოლმე რამე მითხარი და მე ფულს მოგწე ესე იგი მიხვდი ხო მამა აგიხსნი ახლა რა მიხსნა მოიცა კაცო შე რა გონია ხა მე ისია ისე ერთხელ მე ზუსტად ესეთი რაღაც შემემთხვა მოიცა და შენ შეყვარებულად გაასაღე არა მე ოთხარი ჩემი დამრიგებელია თქო ესე დედიკოს ნუ მეთქვით ხო ნუ რაფერს იყოს ასე გახარებული ერთი ამ წამალსაც დავლევ და რით შემიძლია გემსახუროთ მივესწრე ვერ გავიგე უკაცრად მივესწრე ისეთ ვერ გავიგე მე ეს ხიმილის ლადო როქჭირს კაცო მოდი აქ მოდი სადადეთ მოდი აქ რა ხდება ლადო გამაგემ მშვიდობაა მივეც წერილი ვაიმე ლადო მერე რა მერე წერილში რომ მეწერა აფთიაქში მუშაობსო ცისფერი თვალები აქვსო მე ვეგონე ნუ ნერვიულობთ ბატონო ლაშა თავარია თქვენზე არ იცის არა ხო არა მერე რა ქერეში როგორ გამოასწარე დაიღალა და წამოვიდა დედა მამა ახლავე აგიხსნით ყველაფერს ასეთი კარგი შეყვარებული თუ ყავდა რატომ არ მითხარი შეყვარებული და საცოლე კი კარგია მაგრამ სხვა დროს სასტუმროში წაიყვანე ხოლმე და კარი რო ჩამეკეტა და მეზობლის საიმდა რო გადმოვზვერი ეგ გუშინ იყო ბატა კარგი მაშინ პირდაპირ გეტყვი ბებია მომიკვდა და უნდა წავიდე იზიარებ იჭიქილი ისეთი ამბავი არ უნდა
თეკლა რა კაცო რა გჭირს? მაშა დაჯექი მოდი. გუში ლაშა ვუყურე საშინელებათა ფილმს ძალიან საშიში ფილმი იყო ლაშა მოჩვენება ვამპირებზე ადამიანებს ჭამდნენ ცოცხლად. ჭამდნენ? ხო და სისხლს თავები ქონდათ და პირიდან ცეცხლს აფრქვევდნენ და კინგ-კონგივით ხელები ქონდათ და ზომბებივით დადიოდნენ. რა ერქვა ფილმს? რა ერქვა? ვამპირი კინგ-კონგის მოჩვენება ბინჯში დრაკონის თავიან ზომბ გოძილას წინ. თეკლა, ეგეთი ფილმი არ არსებობს. ვიცი ლაშა, მაგრამ მე რასაც უყურე, ისიც ძალიან საშიში იყო, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. არც დამიხამხამებია, რომ დახამხამების დროს არ მოსულიყო რამე სულ. და მე რა შენს თუ გეშინოდა ესე ძალიან გამოგერდო ის ტელევიზორი. შორს იდო პულტი და შემეშინდა მისვა. ილია იქნება, გავახე. ელენე, აკა გოძილა არ იყოს. ელენე. აი, შენ უყურე ამ საშინელებათა ფილმს. მე კიდე 2 კვირა უყურებ აი ამ საშინელებებს. გამარჯობა ილია, გამარჯობა. კაცი, ცოტა შემცივდა გარეთ ისეთი ქარია, რომ დადგე ქერცლს გაგაცლი. იმ ფილმზე საშინელი რამე თუ არსებობდა, არ მეგონა წავედი. რა არის? ტილო. გადი. მოკლედ, ელენე, რის სათქმელად მოვედი? ქუთაისის უნივერსიტეტიდან მივიღე შემოთავაზება. ლექციები უნდა წავეკითხო. ანაზღაურება ისეთი კარგი იყო, რომ უარი ვერ ვუთხარი და ცოტა ხანი ქუთაისში გადავდივარ სამუშაოდ. რაღაცინებს ელენე, მართლა გადავდივარ. რაცინებს, ილია, რაცინებს, ჩემო კარგო და ეგრე რო ხუმრობ ხოლმე, ახლაც გონია რომ ხუმრობ. აი ეგაცინებს. არა, ელენე, მართლა გადავდივარ, მართლა მივდივარ ქუთაისში. ლექციების ასაკითხად. ისა, და ილია, მომისმინე, ქუთაისში რატომ მიდიხარ ლექციების ასაკითხად? რა იქაურმა ლექტორებმა კითხვა არ ეცია? რა უცნაური იუმორის გრძნობა გაკლაშა. აბა როგორ გეძინათ რეზიკო და ლუბა ხო? ხელსა. იომშილობისა ქალბატონს რა დღეა დღეს? შენი და გიას შეუღლებიდან 25 წელი გავიდა. ვაი მე დადიკო გახსოვდა. მახსოვდა. ერთხელ დამავიწყდა და ისე გეწყინა და ისე მისაყვედრო რომ იმის მერე რა დამავიწყებს დედა. ხო. მაშინ 6 წლის იყავი. ისე განიცადე. აი მე 25 წელი გავიდა. წარმოგიდგენია. აი გუშინდელივით მახსოვს ეს იყო. უი ხო, სუმეშლება ხოლმე. ქორწილში გავიყინეთ და კარგი ამინდი მეზობლის გასვენებაში. ისეთი ლამაზები ვიყავით მე და გია.
გიაზე გიждდებოდნენ გოგოები. წარმოიდგინე, მაღალი, გამხდარი, ცისფერთვალება, ხავერდოვანი ხმით. და შენ როგორი იყავი? ჩემზე გიждდებოდნენ ბიჭები. თან მოცეკვავე ვიყავი, კი არ დავქროდი, დავცქრიალებდი. აბა, არავის ზედ არ უყურებდი. და აი ეს ანუ იმ დროის ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის შეუღლება იყო. მომისმინე. დღეს საღამოს ვახშამს ვაკეთებ. დღევანდელი საღამო გვინდა აღვნიშნოთ და მოიყვანე შენი მეგობარი ვერონიკა. კარგი გოგოა ძალიან, გამხარდება. არა, ვერონიკას არცალია. აი, კარგი გოგო რომ არის, სწორედ იმიტომ არცალია. მარინა. ბეკუნა. დედა? გისმენ ბეკა. შენთვის და გიასთვის საჩუქარი მაქვს. ვაი, მე რა ყურადღებიანი ხარ დედიკო. რა საჩუქარი? იცი რა, მაღაზიაში მაქვს შერჩეული და ფულს რომ მომცემთ, მე გიყიდით. მამა შენი რო გაიღვიძებს გამოართვი. თან სულ არ ემახსოვრება ეს დღე დარწმუნებული ვარ. ხონა. ბეკა. თუნიცი დღეს სადღეა. მარჩა. დღეიდან თაგვის სიკვდილზე დღესვე მივდივარ. მართლა მიდიხარ? კი, მართლა. მე ეხლა უნდა მითხრა რომ მიდიხარ. არა, ისე კი ვიფიქრე რომ ჩავალ ქუთაისში იქიდან დაურეკავ მეთქი, მაგრამ მე გადავიფიქრე და ეხლა გეუბნები. კარგი რა ილია რა, შენი სახლი, ჩემი სახლიდან 1 კილომეტრია და ხო იცი როგორ მენატრები და ქუთაისში რო წავალ 230-ჯერ მომენატრები, ხვდები? ხვდები ელენე, მაგრამ რა ხნა შეუთანხმდი უკვე თან ანაზღაურება თან. იცი რა, მოდი შენ ჩამოდი ხოლმე, კარგი? ჰა? მე როგორ ჩამოვიდე? მე გეტყვი ელენე როგორ უნდა ჩახვიდე ხოლმე. რომელიმე პარლამენტარს შეუამხანაგდი, გზის ფული დადე ხოლმე და ისე ჩახვალ. იუმორი თუ კიდე ეს არის. მე შენს გამო საფრანგეთში წასვლაზე ვთქვი უარი. საფრანგეთში წასვლაზე კი არ თქვი უარი. უარი ჩაგიტყეს პასპორტში. დამანებე რა თავი. და ჩვენ საერთოდ არ გელაპარაკებელია, იმიტომ რომ მიდიხარ. კარგი, ელენე, გეხვეწები, შემიდი, თუ გიყვარვა შემიდიგდი. საერთოდ ხმა არ გამცე და შენი დანახვაც არ გინდა. ელენე, კარგი რა, ელენე. კი არა, მოხოთოლი ხოთოლი აღარა და დავაგორებ. მერვერები არა ილია, მომისმინე, ახლა ანერვიულებულია, ჯობია დაანებოდა. მართალია. კარგი, მე დაურეკავ ესა. კარგი, წავედი, აბა, ომით. რა ომით? დიდი ხნით რომ მიდიან ხომ ეუბნებიან ხოლმე მშვიდობითო. ხო და მე კიდე ცოტა ხნით მივდივარ იუმორში რა, ომით. კარგი, წავედი. ომით. არა, თან ახლა ეს რო ჩავაი ქუთაისში. ამა, ას ქუთაისურად ისწავლის და დაიწყებს მე აქანე, იქანე, ინფერი. რაღაც სერიალია. ბოქსოს? კი, კარგი სერიალია, მაგრამ ის გოგო არ უნდა გამოეცვალათ. წინაჯობდა. ამათ მე ერთი გოგო მაინც გამოსვლეს და იმეება რაქნეს, ყველა მსახიობი რომ გაუშვეს და ახლები მოიყვანეს. არა ის ძველები უფრო მაგრები იყვნენ. ძველზე მაინც გაგახსენდეს ახლა რა დღეა დღეს? გამახსენდეს, გეუბნები მე ძალიან კარგად მახსოვს დღეს რაღაც არის, მე ეგეთ რაღაცები არ მოვიწყდება მაგრამ. გია შენ კი არა, ის გავიწყდება ეგეთი რაღაცეები რომ გავიწყდება ხოლმე და დღეს რა დღეა ის როგორ უნდა გახსოვდეს. მე არაფერი არ მოვიწყდება, მე ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. მართლა გახსოვს?
ეს არის ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში, შენობა მითხარი საღამოს რასაკეთე? აი მე იმდენი საქმე მაქვს გია რომ მარტო რეცეპტების კითხვით დავიღალე. ჩემი საყვარელი საჭე. აი მე ბავშვის გამიშვედა. ბავშვი რომელსაც კაცის შესახედაობა აქვს. ბეკუნა არ დაიჯერებდა ახსოვდა? აი კოჩახ მამას რა 24 წელი იმახსოვრა და ძლივს დაიმახსოვრა. რა კომპიუტერთან შენ სამსახურში არ მიდიხარ? არა. რატო არ მიდიხარ? რატო და იმას ჩემ უფროს კახას ხომ მოვატყუე რომ ვითომ ბებია მომიკვდა მეთქი. ხო, მე? ხო და დღეს საფლავზე გავდივარ რა. რასიზა ხო არ წამოხვალ? შენ ნორმალ. უი, კარგი ისა, ეხლა მომისმინე შენ. მოდი მაშინ ავდგეთ და დღეს ლუდი დავლიოთ. კარგია, კარგი აზრია. გასასვლელი რო არ მე? და აფთიაქში მიდიხარ თუ სად მიდიხარ? არა, აფთიაქში კი არა. დილით მარინას გამომწვარი ღვეზელების სურნელი შემოვიდა რა. უცებ მინდა რომ გავიდე, სანამ გაცივდება რა ხო ხდები? ხო. აი. თან მე დაგია დავგეგმეთ რომ კვირას ძალიან ბევრი ლუდი დავლიოთ. წამოდი და იქ დავლიოთ. მინდა რა ლაშა, არ მინდა რა გიასთან შემოსვლა რა. ომბეზდა რა ეს იმედო მეშველიანის მუსიკები და რაღაცები აღარ მინდა. დავიღალე, გადი, დავლიოთ ეხლა აქ მე და შენ ცოტა მერე გადი შენი დალიე და მეც რამეს მოვიფიქრებ. რა ვიცი, ხო ჩახვალ ლუდზე? არა. აბა მეც მეზარება და ვინ ჩახვა? ნიკა. რას თამაშობ? Medal of Honor, იცი რა მაგარი თამაშია? მაგრამ ცოტა რთულია. რთული. ძალიან რთულია თუ ისე რა? არის რა. ჯერჯერობით გავდივარ. ხო. მოდი აბა გავართულოთ. აბა ესე თუ გახვალ. მაგარი ხალაში. ეგ რა გართულება? აბა ცალი თვალი თუ გახვალ. მიდი აბა ცალი თვალი თუ გახვალ. აბა ეხლა ესე რა. მიწის ვარიანტი თუ გახვალ რა. მიდი აბა თუ გახვალ. მიწის ვარიანტი. მადი აბა მიდი. მიდი როგორია? ოიცადე ეცე ეხლა აბა გამორთუზე თუ გახვალ. იგი გადი აბა გამორთუზე თუ გახვალ აბა. ო, კაი, მითხარით რა გინდა? ეგრე რა კაცო რა გაწვალე მაშინ რა სწავლ. რა გვინდა და ეხლა ჩაივინე მაღაზიაში? და ლუდი ამოიტანე, ახლა შენ ფული. ჩართე მიდი შარტე. ჩართე. მოდი უნდა დაგანგრიო დაჯექი მოდი. როცა თამაშობ, მაშინ გინდებათ ხოლმე რაღაცების დაბარება. როცა ვსწავლობ ხოლმე, მაშინ რატო არ გინდება? ორ კაცზე ჩავთოთ. აბა რა, ორ კაცი, აბა მარტო გიჟი ხო. აჰა. ეხლა მე წავედი და თემუკასთან წავალ და იქ ვითამაშებ კომპიუტერს. დავაყენებ ეხლა მოციდე. ლაშაბიძია. ამპულსაც წავიღებ და ლიმონათებს წავიღებ. კარს კეტავ გარედან. ისე შენი გასაღებიც მინოქვს. ნიკა! ჩო მარტა ჩაკე. ნიკა გააღეკარე. გააღე ახლა ვეკარები გა. არა. გააღე მე გეხა თორე გამოვალ იწოდე და აგახეყურებს. ეცე ეგრე უფრო არ გააღებს რა ჭის ხარ ეცე. გამო მართალი. გააღე ნიკა კარები თორე პატას ავახეყურებს. აგაღო ნიკა გაიქეცი ნიკა. ნორმალურია. ოიცა ნიკა. ნიკა გეხოცები ერთი წუთი მოიცადე ხო? მოდი გაახე, კარი, გეხო ნიკა გეხოცები. მოდი სანამ ელენე მოვა, მოდი და ითამაშე ჩვენ ხეს არ შეგიძლიათ კომპიუტერთან. ნიკა. უყო, რა თითებს მაჩვენე, ბიჭო? უყური აბა, შეხედე რა. შენ რა ხან მე გასწავლე, მე კი უნდა მაჩვენო, უყური აბა. რა გინდა, მოზარდია და სწავლობს რაღაცებს. მოზარდი კი არა, მოდი და უთხარ ხა გააღოს, კარი, აქ ვერ ვიждები. ნიკა მართლა გააღე რა კარი რა, ნიკა გეხვეწები გააღე კარი. აი, წავედი მე, აბა და თქვენი ცით. ნიკა არ წახვიდე, ნიკა არ წახვიდე. ლიფტში შევიდა, ნიკა. წავიდა. ლაშა. ამ ჩავკეტა ჰაქვართ. ჩავკეტა, ვერ გავალთ, აქედან ვერ გავალთ პადა. არის ლაშა, მე პრინციპში სიმართლე რო გითხრა. ზადვარ მთელი ცხოვრება შენთან ერთად. ოიც ეხა მომისმე მართლა ჩაკეტილებიო და აქ უნდა ვიყოთ? ხო. ვაიმე ხალხო მისვალეთ. ხალხო, უჩიპო არსებასთან ერთად ვაჩაკეტილი მისვალეთ. ვაიმე. ეხა ბაკაკაცი.
მისმინე, ხლა ამ პილოტი ვერ გავამტროთ. რა გავამტრო, მაქს პილოტი რა რახჭის. მართლა ხო რაც გარო, ვერაფერში ამ პილოტს ვერ გამოიყენე. აგა, მიდი იქნება გააღო რაღაცა ქენი, მიდი. არანაირად უნდა გავაღო, პატა. ჩემი გასაგები წაიყო, არა, ვერ გავაღო. ამაზე ჩავიკეტეთ და ვიკრიფშა. ხო. ისე ერთხის ხრივ კარგია ეხლა რომ ჩავიკეტეთ. რატო? რა ვარ? რატო და ეხლა აქ თუ რჩებით, ესე იგი გამოდის რომ სახლი მაქვს. აბა, სახლი მაქვს. მომისმენ ჩვენ თუ ჩაკეტილები ვიქნებით, ან თუ ვიქნებით ჩაკეტილები, შენ სამსახურში ვერ წახვალ და გამოგაგდებენ სამსახურიდან. აუ, მართლა, ხო, მაგრამ სამაგეროდ სახლი მაქვს. სახლი მაქვს. ვაშა, რა მაინტერესებს? მართლა ეს რატო შეკოთ? რა ხორ გიზარება ზერმეტი მოძრაობა ცოტა სახლი მაქვს ცოტა სახლი მაქვს რაშიც დაიძაბე რა იყო ხო რაღაცას ვიზა ამელენესაც ვერ დაურეკავ იმიტომ რომ თეკლასთან წავიდა და იქ ბარში კიდე არ იჭერს ეს მობილური რა მართალი ხარ რა უნდა ვქნათ რა ვიცი რაღაცა მოიფიქრე ხა შესაძლოა მომისმინე პატა YouTube-ზე ჩავწეროთ როგორ იღება როგორ გავტეხოთ კარი და იქ ვიდეო იქნება და იმის მიხედვით მართალი ხარ იქნება იმიტომ რომ ერთხელ მე რაღაცაში დამჭირდა ბაყაყის გაბერვა ხო და მან YouTube-ზე ჩავწერე და იყო ნახე იდე ეგეც იქნება და მოდი ნახოთ მართლა მოდი აბა ერთი რაში დაჭირდა ეს ბაყაყის გაბერვა შენ მითხარი paroli რა არის paroli რა paroli რა არის ნიკასია აბა ნიკასი თუ რა ის არის რა ქვია ნიკა 94 ნიკა 94 აჰა ო 94 ო შევიდა რა არის ვაშა რა არის რა შეიძლება ბავშვი ამას უყურებდეს კაცო შეიძლება ბავშვი ამას მოვიდე დავატარდი ხა კაცო მოზარდია და სწავლობს უკვე რაღაცებს რა ამეცი ექია რა იგი ნახე ესა პატა როგორი ინგლისურად ეხლა ხო ნუ არგი არა უშავს ჩვენ ვარ ინგლისურად როგორი წერება ეს კარები როგორ გავაღო რა გასაგები ხო კარების გაღება კი ბატონო ხო აბა გეუბნები მიდი ჩაისა დაწერე აბა big s მომეცი და მე თვითონ იმას ადი მოაშორი აქედა open შემდეგ door შემდეგ აჰა ესე იგი ამას რა ვარიანტია ამ მეორეს ერთი წუთი ამას აჰა ეხლა ჩავკეტე ეხლა გავახე ჩავკეტე ჩავტეხე ჩავტეხი ვაღებ ფაქტიურად ვაღებ უკვე ერთი წუთი გაცივდება იზღვეზელები გიასთან კაცო გაცივდება გამოდი ერთი წუთი ჩემი ნატიფი თითებით ვერ ვაღებ ფაქტიურად უყურე შენი ტოლმის თითებით გააღებ ერთი წუთი გამოდი რა კაცო გამოიგო რა ტოლმის თითები რა ვერ ხედავ რა მსისკე თითები დაპაუზებო გინდა წინადადები გიკრიფება გაცივდი ვაღებ ერთი წუთი ვეზელი არ მოკვდები ნუ გეშ აჰა გავაგებ ფაქტიურად მოიცადე აჰა როგორ აბა აი ეგ არის აჰა გითხარი ადეკ ეხა და ხელები დამიკოსნე არა ისე ლაშა მართლა დავფიქრდი ეხა და თუმე რამხელა ძალისხმევა და შრომა ჭირდება ამ ქურდობას და ჩვენ საწყლებს კი არ უფასებთ დიალოგ რაღაცის დიალოგს მართლა გეუბნები გამიში კაცო ხვეზე ერთი წუთი სერიოზულად რამაცადე გავაგებ ერთი წუთი მოიცადე ვაგე მართლა ჩაკეტე ხო გავაგებ ხო და რას გეუბნებოდი მოდი ეხა შენ ხო დაიწყე ქურდობა და მე გახდები ცნობილი ჭიბგირი გამიშვი ხო გაგიშვი სად მივდივარ და იქ მივდივარ გამიშვი რა ვა
ხო. ბაშა, ბადა, როგორ ახარ? რა, კარებს შად გახართ აქ? და ჩაკეტილები ვიყავით და სახლში თუ საკუთარ თავში. შემოდი რა, შემოდი. ესა მომისმინე, რისთვის მოვედი ახლა? ხო. ხაიში რომ მივდივარ, ეხო იცი. ხო და ელენეს ეწყინა და არ მინდა რომ ისე წავიდე, საჩუქარი მოუტანე. საჩუქარი და ელენე არ არის სახლში. არა უშო, შენ დაგიტოვებ და გადაეცი, აი, ბეჭედია. გავამართი. ბეჭედი. ეხლა შეიძლება ელენე შემოვიდეს, რაღაცა შარში არ გავეხვიო რა, დადე მან სპილოსთან. მან სპილოსთან დადე, ეგ მაინც ვერაფერში ვერ გამოიყენებს, ვერც იმას და თვითონ იმასაც ვერ გამოიყენებ ვერაფერში, დადე ის სპილოსთან. მოკლედ აქ ვტოვებ და ელენე რომ მოვა, აუცილებლად გადაეცი. ჩემი საჩუქარი, აი აქ. კარგი. ილია, მოდიში რა თქვი, საჩუქარიო? ხო? ანუ რა ქარი? აი იუმორი, იუმორი. ხედავ და რა ცოტა ჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის ხედავ. შეგვიძლია გავაკეთო. მოკლედ, წავედი ახლა მე. ელენემ ჩემთვის არაფერი დაგაბარა, ჰა? კი, დამაბარა, ხო. რა? არაფერი. კარგი ხო მითხარი? არაფერი დაივიწყე. ბაშა, კარგი ხო? გეუბნები გირჩევი. მითხარი, ელენემ ჩემთვის რა დაგიბარა, მითხარი რა? არა მეთქი. კარგი, ბაშა, რა მოგივიდა მითხარი. მითხარი აიტეხე მაინდა მეც მითხარო მე არაფერ შუაში არა ო კარგი მოკლედ წავედი მე ქუთაისში ილია ქუთაისში მიდიხარ კი ო აი აბა არ დაიკარგო სიმონ რა კიდე ჩაიკე რაჯის მოდი გააღე ო ისე თუ დავიღალე რა მართლა ხელი მე რაღაცა სხვა ვარიანტი მოვიფიქრე და აბა ვცადოთ ერთი ყველამ ერთად რა კაი ვარიანტია? აი მე მგონი კი, ვცადოთ აბა. ხო. აი, დამსვი ერთი. ეს არის იუმორი, ჰა? არის. კარგი, ეხუმრეთ რა მოგივიდა. გავახუმრეთ ახლა მართლა ხო იმას. არა, ისე ძლებს არ დავიჭირეთ კაცო. ო, სულ შენ დაიჭირე, ხო? მე რო ფეხი არ დამედო, რას დაიჭერე, ნახავ. შენ დაიჭირე, ასლა პარადა. მოდი შეგიდე გააღე თუ შეგიდე. გააღერა მართლა, გააღერა, გაცივდება ის ხვეზელი და მე რა. კარგი, ხვეზელი. აჰა, მოიცადე. ზევით, ეგ არის. აბა, გავაღეილია და. ო, ეგ არის რა, რა ვიცი, წაება საცხამი დიხარ, აბა. აი, აბა, კარგად. უსე მოიცა ერთი წუთი სულ გამოვიწყდა ეს. ეს გასაღების სასლია. ელენე მომცადა, ეხლა მაინც აღარ დამჭირდება, მე მივდივარ დაგიტოვებთ რა, იცი კიდე არ ჩაიგეთოთ. აბა, ჯერ არ ვიცი. გააჩნია რამდენს მომცემ ფულს და მე გადავწყვეტ. ვიდეო ოთახში შედი, ჩემს საფულე და მოიღე ბენზინი. კარგი. 20 ლარი. 30. 25. კარგი. Facebook-ი ტაქსი შარტული. რა სტატუსი დავაწეროთ ახლა? მე ყველაზე მაგარი მამიკო მყავს, მამიკო არა, მამაჯობი მამ. მე ყველაზე მაგარი მამა მყავს სოფლიოში. მამა კი არა. უფროსი ძმაკაცია. ჩემ ნომერსაც მივაწერდი, მაგრამ მარენა გაგიჟდება. კარგი, წავედი ხო მე? და მამა, რაღაცას რო დაწერ, მე უნდა გააზიარო, თორე ისე არ ჩანს. ენტერზე დაჭერა დამოვიწყდა. ხო, 50 ლარიანი ავიღე, მამა. აბა 25-ო? 25 ლარიანი კუპეურა არ არსებობს, მამა. აი, მიეროტაძე, ბიჭი, ენაცალოს, მამა. თვითონ ჩაის ქურთუკი შეკარი ქუთ დაიხურე. მარინა ხარ? არა კაცო. ისე გეუბნები, მე დედაშენ რომ დამაფიცეს მართალი მოვიღო. დღეს დედა მოატყუე თუ მართლა გახსოვდა რა დღეც ხო? არა კაცო, მახსოვდა. მე ის გამიგვიდა დედა საიდან ახსოვდა თქო. მოიცა მაგას ეს დღე როგორ უნდა შენც კიდე ხო, კარგი, წავედი მე. გამარჯობა, ნახვამდის. გამარჯობა, ნახვა. გია, აი, შეცვლაზე შემოვდივართ რა.
გია, როგორ ახარ აბა? ნაშები. აი, თავის ამბავი როგორ გადაიტანე? არა, ეს ახლა, ნუ აი გამეჭირდა, მაგრამ ხო იცი ადამიანი ყველაფერს ეგუება რა. გია, კარგად უნდა იყო, იმას ეგ უფრო გაუხარდება იქ. ზემო. აბა. კი. ახლა გამე საქმე გაქვს თუ ისე შემოიარე? არა, საქმე მაქვს. ოღონდ შენთან არა. ჩემს დიდ თეთრ ცისფერ თვალებაბიჭთან მოვედი. გასხეთი რაღაცით. რა მაგარია, ესე იგი ნებისმიერი კარი შემიძლია გავაღო და ჩავკეტო. რა მაგარია. ფრიდონის კარი. აქ მოდი ერთი ესეც გავაღოთ. ვა, ღია ყოფილა, გამარჯობა ფრიდონის სახლო. ვა. ბოდიში რა ობუბებო ეს მყუდროება დაგირღვიეთ ხოთა რა უკაცრავად რა. ვა, კინა მშვენიერი სახლი ყოფილა რა, ის სუფთა ხელოვნების სუნი დგას რა. თუ დამპალივაშლის. მოდი ხარ ბარი მაქვე ცოტა გავერთოთ და მერე წავიდეთ რა. რა ხდება ეხლა? რა არის ერთი აქაბა. ვაიმე რა ინტრუსიკები გონია ბატონო. ვა, აფიშები რა მაგარია, ნახე რა მაგარია. აფიშები რა მაგარია, აბა ნახოთ ერთი რა ხდება. ნახოთ აბა. აჰა. ლაგოდეხის დრამატული თეატრი. ძალიან კარგი. რომეო და ჯულიეტა. ვა, ოჩახ ბატონო ფრიდონ. ესე იგი, რომეო ფრიდონ შვანგირაძე. ჯულიეტა ომარ მარტიაშვილი. კარგია, მერკუციო ფრიდონ შვანგირაძე. ჯულიეტას ზიძა ფრიდონ შვანგირაძე. მაგარია. სამი მუსიკოსი ომარ მარტიაშვილი, ფრიდონ შვანგირაძე და ფრიდონ შვანგირაძე. რაღაცა წერილია აბა რა არის. ნუნუს, ეს უკვე საინტერესოა. ნუნუ ის 200 გრამიანი ჭიქები ისე დავმალე რომ მაინც ვერ იპოვი და ტყუილად არ ეძებო. ჰა. ვაი ეს რა არის? ბატონო დიდ მაგარი ხარა. წავედი თორე რა ვიცი ეხლა აქ იმდენი ხანი გავჭირე გავგიჟდები მე ხო აი მე თან დავიღალე და წავედი ეხლა აბა ესე იგი ერთი ზევით ერთი ქვევით ერთი ზევით ერთი ქვევით ეგ არის ერთი ზევით ერთი ქვევით ერთი ზევით ერთი ქვევით ეგ არის ერთი ქვევით ერთი ზევით აუ რა ხდება ჩავიკეტე მე მგონი მოიცა გარედან თუ გავაღე აუ რაღაც სხვანაირი საკეტია აუ რა არის ხლა ხო ჩავიკეტები აუ გაიღე რა კარო გეხოცები გაიღე რა კარო აუ რანაირი კარია ეს რა არის კარო გაიღე გეხოცები ისოდი აქ ჩავკეტო ეხლა აქ გამაჩი რომ გავგიჟდები რაღაც და ის ზონია დაპალივაშის მოვკვდები ხა გაიღე კარო გეხოცები აუ არ მიდაგდორჩენი ოიც რა გამოდის ახლა აქედან თუ ვერ გავალ ესე იგი ვერ უნდა ხავ ხომ იქნება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი არა და ვერც იმას ვერ უნდა ხავ სად გადაიტანე პარლამენტს და ვერ უნდა ხავ როგორ დაიბრუნებენ იმ დაკარგულ ტერიტორიებს გაიღე რა კარო რაგჭის მეც მინდა რა გამწყინებულ საქართველოში ცხოვრება და გაერთიანებულში და გაიღე რა რაგჭის
შენ დაინახე რომ ფრიდონის კარის სახელური მოძრაობდა ხო? დიახ და ძალიან შემეშინდა და დაგირეკეთ. სხვათა შორის პატამეს დამირეკა და მითხრა რომ ადითა შეამოწმეთ რაღაცა საშინელი ხმები გამოდის ფრიდონის სახლიდანო. იცის რომ გასაღები მაქვს მე და იმიტომ მე სამსახურში მივდივარ მაგვიანდებაო. ხო, ვაიმე, ნუნდი და ნამდვილად მოჩვენება ჩასახლდა ფრიდონის სახლში. გოძილა. თეკლა სადაც მე შევალ მოჩვენება იქ არ გაჩერდება ხო იცი? გოძილა? ხო, ჭერ გასავითაოთ დიდი. ქუდი ხარ შეიპარა. მე არ ამგონია შვილო ამ ხარიბარტის რა მოსაპარი უნდა კონდეს არაფერი. და თვითონ ფრიდონი ხომ არ დაბრუნდა? მე ფრიდონი რომ დაბრუნებულიყო ეზოში შემოვიდა და ბავშვები ჟირიამულით გამოეკიდებოდნენ გიჟი დაბრუნდა. ჩვენც გავიგებდით. ვაიმე როგორ მომენატრა ფრიდონიცი. მაგას რომ წევლიდი ისეთი გულით ვერავის ვერ წევლიდი. მოდი გავახოთ და ვნახავთ ერთება. რა ხდება შიგნით? აი გასაყიდება ნახე კარგად. მოარგე. აი მე მოვიდა ნუნუ და ეხლა ამას რა უხსნის აქ რატო ვარ რა? მოდი ჩავიმალები და მე რამენაირად გავიპარები რა ვქნა აბა. თეკლა. რაღაცა ხმა გაიგე. კი, ნუნდი და იცით რა არის? მე ვფიქრობ, რომ ფრიდონი ჰოლივუდში პოპულარული გახდა, წარმატების ზენიტს მიაღწია. ამ მოჭარბებულმა ფანების ყურადღებამ, დაძაბულმა რეჟიმმა, ამ გატანჯულმა ცხოვრებამ ბოლო მოუღო მის გატანჯულ სხეულს და ფრიდონის სული აქ დაბრუნდა. თეკლა შვილო, კარგი ფსიქოთერაპევტი მყავს ნაცნობი, მე წამომყევი და გაგაცნობ, კარგი? კარგი. შენ მეგონი არ გახსოვს დღეს რა დღეა, ა? რას ქვია არ მახსოვს? რას ქვია კი არ მახსოვს? მე და შენ რო დავთქვით, კვირას ბევრი ლუდი დავლიოთ. და მარინასაც მე ჩავიდა რაღაცებს ამოვიტანო. ისეთი მონდომებულია რა. ნიკვრის კიდევაც რა. იმდენი რამე გავაკეთე, რომ ქორწილი მგონია. ისე გია, ისე ველოდებოდი ამ დღეს. შენ გინდა გასო? არა, ის გულობ კონდეს. ისე ველოდებოდი ამ დღეს გია. გუში საღამოს 7 საათზე დავიძინე, რომ მალე გათენებულიყო და მალე შემოსულიყავი არ. მოდი რამდენი ლიტრი მოვიტანო? ერთი 2 ლიტრი. მეყოფა? არა, 2 ლიტრი კი გვეყოფა, მაგრამ რო არ დაგვაკლეს, მაინც 10 წამოიღე. ეხლა ესე აი გულახელად მითხარი რა. აი რამდენი ლიტრის დალევა შეგიძლია? გია. მე რო გითხრა რამდენი ლიტრი ლუდის დალევა შემიძლია, შენ ჩემთან როგორც ადამიანთან ურთიერთობა ამიტომ გეტყვი რომ 7. 7 რა? ისე რა, მე ძალიან მიყვარს ლუდი და არ ამგონია რომ შენ ჩემზე ბევრი დალიო. ია. რასაც შენ დალე. მე იმდეს ჩავისხავ ჭიპ. ჭიპი აღარ მაქვს. პაპუ ჭიპი. აჰა. იმდეს მივისხავ მუცელზე. მართლა აფთიაქში უნდა გავიდე. აფთიაქში გავიდე და ეს კისრის დასაფიქსირებელი უნდა მოვიტანო. რა გინდა? ისე უნდა დაგათრო, რომ თავს ვერ იმაგრებდე რა. შენი დაძალება მე არ შეიძლება ისედაც მაგრად დათრობას ვაპირებ. თან ჩემი პახმელის ამბავი ხო იცი, მაგრამ ნუ გეშინია. ფსიქოლოგიურად დათვა. არა, მეც ძალიან უნდა დავთრო. ისე უნდა დავთრო, ხოხვით გავიდი აქედან. დალევით არ ეცვა, იმდენს შეჭამ რომ ნამდვილად ხოხვით გახვალ. ეს ახლა ისე არის. აი, არდგას კარგად, იცი როგორ იყო ეს? აი, მოიცა, მახსოვს მე. აი ესე იყო. არა ცოტა, აი ესე იყო. აი, ნუნდი და რაღაც ხმა იყო, მე მგონი ამ ყუთიდან. გავიგე, მოცადე შვილო, მოიცადე. აქ. ხო. ეს საფიშერია. ეს რა არის? ეს მოსთვის
ფორმა. სახალხო ნაძვის ხეზე ეცა ფრიდოს. აი მე ნუ დაიტა რაღაც მოხავს. სადაბა სად? აი ობობა თეკლა. ნუ დაიტა რამე ჩარტყით რა. მე ცოდო თეკლა ნახე პატარა. ხო, ისე გაჭყლეტილი უფრო ცუდი სანახავი იქნება მართლა. უი სარკე ყოფილა. თეკლა ისე პატარა კარგი ბიჭია, როგორი ყურადღებიანი. ისე კი რა მაშინ გაიგო თუ არა ხმა რაღაცის მაშინა დამირეკა. ნუ დაიტა, ნუ თუ ისე ცუდად არის საქმე რომ პაატასაც აქეთ. კი, შვილო კი. კარგით არის ნერვიულად ყველაფერი კარგად იქნება. მადლობ თეკლა, მადლობ. თეკლა გამიშვი. ნუ დაიტა, მე შინია და ესე ვიქნები რა. თეკლა გამიშვი. მე თეკლა, ჩემი საქმისთვის არ გითქვამს. არა. ძალიან გთხოვ, ეს არავინ არ უნდა გაიგოს, თორე ხოცი ხალხი რომ გაიგებს რომ ნუნუს. შენი დამსახურებაა და აგერ ეს ლუდი გამომართვის შენ. ხო, ნახე რა. მიდე დაგისხავ მე კიდე, ხო? ლაშა. ხო. ესე კათხას ჩემზე სწრაფად აი დაცლი. ამას ვიზო, გია თუ გინდა დალების დროს თევს მივაყოლებ, გინდა? არა. ესა, გია, თუ გინდა соуზის ჭამაში შეგეჯიბრები, ა? არა, არ მინდა. მაშინ ისე შევჭამ რა. მოგივიდა ხა, ცოტა ხანი მოიცადე, მოვა მარინა და მე ყველაფერს უცებ შემოამატებ. ხო, რა ვიცი, კარგია, მაშინ თუ მოვა მარინა და მე შემოამატებს. რა გამიანი კორკოზია? რა კორკოზი, ასე ჩიტის საჭმელია. მართლა გემრიელი კი არა. კარგი, ბიჭო, დაანებე მაგას თავი. მოდი ახლა, მოდი დაჭი, მოდი. მოვდივარ. დავждები. კაი. არა, ეს ბეჭედი კიდე მიშლის ხელს რა. ერთადერთ ამას ხო? მოდი. გამარჯობა ლაშა. გამარჯობა მარინა, გამარჯობა. მარინა, ძალიან კარგს მოხდი, აი. შენ აღარ დაგელოდე და მე და ლაშა უკვე დღევანდელი დღის ამბავი დავიწყეთ უკვე რა. კი. ხო, რა ვიცი, მე მეგონა ცოტა ორიგინალურად აღნიშნავდით ამ დღეს. ასეც იქნება საყვარელი, ლაშა დამპირდა რომ დავთრევი მე უჭებო მუცელს გაჩვენებთო. კი, გაჩვენებ. ხო, ვერ წარმოვიდგენდი თუ მე და გიას ქორწინების დღე აი ესე ლამაზად დამთავრდებოდა. რა, ქორწინების დღე? გილოცავთ, ძალიან კარგი. რა? ხო? როგორ ახსოვდა? უბრალოდ გამეკვირდა, ლაშამ როგორ არის ცოტა ეს ამბავი თქო. აბა თუ გახსოვდა, მითხარი, რამდენი წელია რაც ცოლქმარი ვარ? მე რანაირი შეკითხების დასმა ეცეს. აი ჩამჭრელი შეკითხები დაგისვას რომ მე 24. 25. იცი რატო პირველი წელიწადი ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ საერთოდ არც მახსოვს. მე მართლა არ გახსოვდა. მარინა. გავალ მე რა ვიცი უხერხული. არა, გასო რა უხერხულია, რა სლაბარგო. მეცადე. შენ იმდენი ცოლი ყავდა რომ ეხლა დღეს შენი და ერთ-ერთის იუბილეც იქნება დაწონებული. არის ხო. გია. ხო. ლევანი დაგირეკავს, მოგილოცავს. ეხლა შენებურად უხეშად არ ელაპარაკო რა. მე უკვე დამირეკა, მომილოცა და იცი რა მითხრა? კი არ დამავიწყდა, გიამ როგორ მომტაცა შენი თავიო. და ის კი არ იცის რომ მოტაცების დროს ბენზინის ფული მე მოგეცი. თვითონ ლევანმას ფული იყო ესე რომ იცოდი. ეხლა საჩუქრების დრო არის. აბა მაინტერესებს როგორ გიყვარს შენი მეუღლე. აბა ვნახოთ. დავიღუპე, საერთოდ არ მახსოვდა. ლაშა, მიშველი რა, მირჩია რა, აი რა ვაჩუქო ახლა, უცებ ხო? ხო. გია, თავისივე გაკეთებული соуსი ვაჩუქო. соуსი, რას ლაპარაკო? ამაზე კარგი ადამიანს არ უნდა აჩუქო. ასე არა. ხო. მოდი, აი.
ეს შენ ჩემგან. ვაიმე, დიდი მადლობა. სავალეო. აჰა, ხორცისფერი კოლგოტკები. სულ ამაზე უცრებობდი. შემეშალა, მოიცა. აჰა, აი. აჰა. ეს აჰა. ჩეთი საჭმელი, დიდი მადლობა. შემეშალა. აი. კიდე შეგეშალა. რა არის? ტუჩსაცხი და თვალის ტუშია. არა, არ შემეშალა. მოიცა, ტუჩსაცხი და თვალის ტუში მაჩუქე მე? დიახ, იმიტომ რომ შენი მეუღლე იყოს ყოველთვის ლამაზი და კარგად გამოიყურებოდეს. კიდევ მაქვს ერთი საჩუქარი. 2 გულის ფორმის ტორტი გამოვაცხვე. და მე მგონი ისეთი გებრიელია. კი, გებრიელი იყო 2. ასამ. კარგი. აბა ეხლა შენ რა უნდა მაჩუქო? მე ესე იგი რა მინდა რომ გაჩუქო არა? მე ესე მე გარდა იმისა რომ ესე გარდა ჩემი უსაზრო სიყვარულისა და პატივისცემისა მაგას უკვე 24 წელი ამჩუქნი და მეყავ ხა? ხო, აჰა, ხო. კარგი, ესე იგი მე უნდა გაჩუქო соузи. მე უნდა გაჩუქო ჩემო საყვარელო მე მინდა გაჩუქო. იცი რა, ეხლა მომისმინე შარშანდელივით, შარშანწინდელის უნდა მარმაჩუქო რა. ეგ არ გინდა ხო? კარგი. ეგ თუ არ გინდა, მე მაშინ გადავწყვიტე რომ გაჩუქო შენ. კი არ გახსოვდა ხო? არ მახსოვდა, ხო. არ მახსოვდა. არ მახსოვდა. არ მახსოვდა? რა გიხარია მე კაცო, რა გიხარია? არ მახსოვდა ჩემო საყვარელო. გადავწყვიტე რომ ეს ცირდი საჩუქარი შენთვის გამეკეთებინა. შენ ჩემგან იყიდე. ორი კვირა უკვე. ვიცოდი რომ აუცილებლად რაღაცას მაჩუქები და მთელი სახლი დავძებნე და ვერსად ვერ იპოვა. სად მალავდი? სად მალავდი? სხვაგან მალავდი. ო, ილიასთან მქონდა შენახული. ძალიან ლამაზია, დიდი მადლობა. არა, ბიზეო კარგო. მადლობა. გია, შენ ისეთი საჩუქარი გამიკეთე, რომ შეგიძლია შემდეგი 10 წელი საერთოდ არ გაგახსენდეს შენ. მაგრამ კარგია, 10 წელი როგორ გავახსენე? განთავისუფლებ. მადლობა დიდი. დიდი მადლობა. წავალ ახლა დიანას დავურეკე. ხო, მე მოგითხრა ჩემგან. და ლაშასგანაც. რა გააკეთე? აი რა გააკეთე ეს გამაგეთე? როგორ აი რა გააკეთე გამაგეთე? მამა, ბოდიში რა. აი რა მექნა ახლა? ხო ხედავ რომ სხვა გზა არ მქონდა რა. ელენეს ბეჭეძე კი არ გეუბნები კაცო. 25 წლის იუბილე ქორწინების როგორ არ გახსოვდა გამაგეთე? რო ამდგარიყო და წასულიყო მარინა აქედან. აი მე რას მიკეთებ? მე რას მიშებ? მარტო შენ თავზე რო ფიქრობ კი არ შეიძლება. აი ხო მომივარდა თავიდან ახლა და ჩემ მოცა ეს ელენეს ბეჭეძე რო ვაჩუქე ეგ არაფერი? როგორ არაფერი, მაგაზე უნდა მოვიფიქროთ რაღაც. მაგრამ შენც მოგიწევს რაღაცის დათმობა. რას გინდა? თქვი. ის სოუზი სანამცხელია, რა. ელი ხაბი შეჭამე თუ გინდა რა. აბა ერშერა გეგონა ახლა ერთებში გამოძრებოდი რა. მოგიდა. გამარჯობა პაატაშო, თუ ცელინე სახშია? კი. რა არის იცი 2 წლის წინ შემთხვევით ვესესხე 200 ლარი. და მოტანე მინდა რომ დაუბრუნო. დიახ. არქით, ქალბატონო, იცით, რაღაც უნდა გითხრათ. მითხარი შვილო. ну მოკლედ ესე მოხდა რომ სადარბაზოში ვიდექი და შემთხვევით რა ხო ხდებით აი ესე შემთხვევით მოვისმინე თქვენი და თეკლას საუბარი აი ეს ფრიდონის სახში რომ ლაპარაკობდით ანუ ვიცი თქვენი საიდუმლო ქალბატონო
ვაიმე პაატა ხო არავისთვის არ გითქვამს ძალიან გთხოვ პაატა არავის არ უთხრა რა გეხვეწები პირობა მომეცი რომ არავის არ ეტყვი პირდები ქალბატონ ნუნუ და ჩემ ხელფას გეფიცები რომ არავის არ ეტყვი კი მჯერას ხელფასი რომ დაიფიცე კაი მადლობ შვილა ლაშა ნახე რა მაგარი მონეტა ვიყო ფრიდონის სახში 1967-ში გამოშვებული ერთმანეთიანი. თან ერთხანეს დიდი ლენინის თავი ახატია, ნახე რა მაგარია. იმდენი ქონდა რომ ვერც მიხვდება ერთი წელი რო ავიღე, ხო? ხო. ისა ლაშა, რატო არ გადააგდო ისი ჩემი აზრით ეს ეთყობა? ისევ ჯერა რომ ის დრო დაბრუნდება, ხო? ხო. ლაშა არ მისმე, ხო? ხო. რა ხო? რა ვიცი პაატა, რა ვიცი რა ისე დღეში ვარ, რომ ილიამ რო დაუტოვა ელენეს, ბეჭედი. ადგა და გია მაჩუკა მარინას. რა უნდა ვქნა, რა ვიცი, ხლა მე ხუნკა ხო ვერ გამოვარტევ ამ მარინას ამ ბეჭედს და რაღაცა უნდა მოვიფიქრო, რა უნდა გავაკეთო არ ვიცი. ხო. რა ხო, კაცო, არ მისმე ხო შენ? გისმენდა ხო, მეთქვა. ხო. ლაშა. წეგან ილიამ მომწერა, ლაშა შენთვის საჩუქარი დაუტავა ჩვენ სიყვარულის ნიშნადო. მანახე აბა რა დაგიტოვა. ხო. რა ხო, მანახე რა დაგიტოვა. დამიტოვა საჩუქარი. დამიტოვა საჩუქარი, დამიტოვა ილია. მარე მომეცი. თვითონ საჩუქარი მოგცე? მე შენ ილიამ რაც დამიტოვა, ის საჩუქარი გაინტერესებს. ხო, ილიამ ახლა დამიტოვა, ახლა საჩუქარი რა. ილიამ რაც დამიტოვა, ის აი აი ეს დამიტოვა ილიამ გადაეციო საჩუქრათო და ეს დაგიტოვა ლაშა. ხო რა ვიცი, ხო იცი როგორი უცნაურია რაღაცნაირი და რა ვიცი რატო დატოვა. ლაშა უცნაური კი არა, ძალიან საყვარელი და ყურადღებია. ლაშა ილიამ სიყვარული რო ამიხსნა ბარში ვიჭექი და ჩართული იყო ბიტლსის იცი რომელი სიმღერა All you need is love, love is all you need. ხო იცი ეგ სიმღერა ხო და ლენონმა ეგ სიმღერა დაწერა 1967 წელს და ილია სუხუმრობდა ხოლმე ლენონი და ლენინიო. ხო და ლაშა ეხლა ამ მომენტით ის წუთები გამახსენა. რა სიმბოლურია. მე ილიას დაურეკავ შეურიგდები. აი, ეს არის საჩუქარი. აბა ის არის საჩუქარი. გია მარინას რაღაც სულელური ბეჭედი რო აჩუქა. აი. მეც მაგასა. რა გინდა ლაშა? კი დასიდით ამ ლენინს და ნახე რა საქმე გააკეთა? მაგარი ყოველთვის მევასებოდა ეგ ტიპი ეგ ლენინი რა ხო? რა მაგარი მონეტაზეც კი მევასებოდა ყოველთვის მაგაბამესა.